4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებული აქტივისტი მარიამ მეყანწიშვილი კი საპატიმრობიდან გათავისუფლდა. წინასწარი დაკავების იზოლატორი 10,000 ლარიანი გირაოს გადახდის შემდეგ დატოვა. მას გირაო მოსამართლე ლელა კალიჩენკომ პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე შეუფარდა. მარიამ მეყანწიშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 226-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას გულისხმობს. ამავე პროცესზე აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ გიორგი ტალახაძეს, იური ლომიძეს, დავით გიუნაშვილს და თემურ ქურციკიძეს. დაცვის ხარა უკვე ინფორმირებული იყო იმასთან დაკავშირებით, რომ ბრალდების ხარე საპატიმრო გირაოს მოითხოვდა მარიამ მეყანწიშვილის მიმართ, თუმცა ჩვენი მხრივ შუამდგომლად სასამართლოს რომ აღკვეთის ღონისძიება, რომელსაც ითხოვდა ბრალდების მხარე, საერთოდ შეცვლილიყო და აღკვეთის ღონისძიების გამოყენების გარეშე გაეთავისუფლებინათ სასამართლოს ხომის დარბაზიდან მარიამ მეყანწიშვილი. ჩვენ მიერ წარმოდგენილი იყო ასევე არასაპატიმრო გირაო გამოიყენებინა სასამართლოს, რისი უფლებამოსილებაც მას ჰქონდა, თუმცა სასამართლომ არ გაითვალისწინა აღნიშნული. ჩვენი შუამდგომლობის საფუძველზე 4 ბრალდებულს აღკვეთი ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა, ხოლო ერთ ბრალდებულ ქალბატონს მარიამ მეყანწიშვილს შეეფარდა აღკვეთი ღონისძიება საპატიმრო გირაო 10,000 ლარის ოდენობით. ეს თავად პროკურატურის შუამდგომლობით იყო მოთხოვილი, რაც დააკმაყოფილა სასამართლომ. რაც შეეხება აღკვეთი ღონისძიების გამოყენების საფუძველს, ყველა ბრალდებულის მხრიდან არსებობდა როგორც მიმალვი სასწავლო მტკიცებულებებზე უკანონო ზემოქმედებისა და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეები, რაც ჩვენ მიუთითეთ ჩვენ შუამდგომლობაში და რაც სრულად გაითვალისწინა და დააკმაყოფილა სასამართლომ.